საქართველოში დღეისათვის დევნილი ოჯახების რაოდენობა შეადგენს 88,000, ხოლო დევნილთა რიცხვი 267,000. აქედან გრძელვადიანად საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებულია დაახლოებით 25,000 დევნილი ოჯახი. დარჩენილია 62,000 დევნილი ოჯახი. სამინისტრო ახორციელებს 2007 წელს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ სტრატეგიას, რომლის ვადებიც რამდენჯერმე გადაეწია, მაგრამ დღეისათვის მოქმედებაშია 2012-2014 წლებისათვის სტრატეგია, რომელიც გულისხმობს 3,000 კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრები დევნილი ოჯახის 2012 წლამდე განსახლებას. ეხლა მოგახსენებთ მე ასევე დეტალებს, თუ რა მემკვიდრეობა გარდა ამ სტატისტიკისა დაგვხვდა ჩვენ სამინისტროში. ეს იყო უპირველესად სხვადასხვა საკუთრების სახელმწიფო თუ კერძო ფორმის ობიექტებში შეჭრილი დევნილები, რომელთა რაოდენობამ ოქტომბრის ბოლოსათვის მიაღწია 6,000. შეჭრილი ოჯახების რაოდენობა იყო 2,000-მდე. დღეს 2013 წლის საქართველოს ბიუჯეტის პროექტი დამტკიცებულია და სამინისტროს ასიგნებები შეადგენს 50 მილიონ ლარს. ანუ გაორმაგდა სამინისტრო გამოიყენებს დევნილთა საჭიროებების მოგვარების და პრობლემების გადასაწყვეტად, ანუ გარდა საბიუჯეტო დაფინანსებისა, საქართველოს ინფრასტრუქტურის და რეგიონალური განვითარების სამინისტრო ასევე დახარჯავს 83 მილიონ ლარს დევნილთა ობიექტების მშენებლობებისა და რეაბილიტაციებისათვის. ეს არის საერთაშორისო დახმარება, რომელიც გრძელდება ასევე ჩვენი საერთაშორისო ორგანიზაციებთან ინტენსიური საქმიანობისა და ურთიერთობების შედეგად. ახალი თანამედროვე